ანჭა. ამ ხელა გაზრდი ხარ, გოგო. ამ სახელს აწი ვეღარს დაგიძახი. შენ რა გინდა ის დამიძახე, რა გინდა? შენ. ბებო როგორ არის? ბებო თავის ოთახშია, ცოტა შეუძლოდ. მოიცა, მე ვეტყვი. ფათი გურიელს ისევ არ სიამოვნებს საწოლში რომ ნახულობენ. არ სიამოვნებს. ჩემი ოთახი ისევ იქ არა? ისევ იქ არის, ოღონდ ახლა მე ვარ. დედა შენ ხარ? დედა იცი გურამი ჩამოვიდა. რა მოგივიდა? ხო, დედა, კარგადა. აი ეს წუთია. მამა შენ გაურეკავ და მე შევატყობინო. ხო, კარგი. როგორი დავაშკაცებული მეშვენები. რამდენი გავიდა? 5 წელი. 5 წელი და 12 დღე. რატომ გაგაჩერეს? კარანტინი. ჩემ წერილებს თუ ღებულობდი. ემოლობდი. რატო ასე მათვალიერებ რა დავბერდი, ხო? არა, მე შენ ისეთი ვარ, როგორიც დაქტორი. იგი მოშიებული იქნება. არის რა. ახლა მე ვახარე, დაგოდი. ატოს გამომარჯოს. მერა, ერთ წუთში ვიქნები მზად. რატო რა მივიდა? გურამი ჩამოვიდა. რატომ არ შემატყობინე ჩამოსვლას ვაპირებთ? აი, ასე ვამჯობია. გამარჯობოთ. ეს მერაბია დარიელო. ეს კიდე რა მარაა, მე ვარ ის გასწოლე. მოდი. ხო, ბები, მოვედი, ერთი წუთი. რატო? დედა, მამა მიცია? ნუ, დედიკო, დაურეკე, მამას მე შევატყობინე. ნუ, კარგი. ცხადია, დღევანდელი ამბავი უნდა გადავწოთ. მით უმეტეს აქაც კარგი პირი უჩენს უბრალოდ. ნატოს უმაგლოდე. ბებია ჩემო კიდევ ვერ ისწავლე საჭმელებს. რა დრო შევისწავლა. ამათ ბავშვობიდან მე უნდა შეეჩვიო. როგორ გურიელის კაცს. ჯაც ვინდა უმართობილა. ხო და კარგია, ნატო შენ თუ არ დაგემსგავსა ბებო. მე მოდები ხარ. შენ გიყვე დამსგავსები ხარ პროფესორს რა. პროფესორი გამდე ჯერ ადრე. სულ ერთი ნაბიჯია, წლის ბოლომდე ვიზეიმებ ლევანის დისერტაციას. აპატიე დედა. მე სხვანაირად არ შემეძლო. გაჩვენე. ჩემი გადარეული ბიჭი. გურა. შენ სახში ხარ. ჩვენ ერთად ვართ, გესმის? გურა, არაფერი არ მომხდარა. არაფერი არ ყოფილა. გესმის? მესმის. და ასე. სად დაიკარგე ეს ხალხი? ხარ სახში ვინმე? აი, მამარა გამარჯობა. მას ვერ მივაგები. ესა. ოღონდ ხელს შეგვიშლი, ეს რას უფრო გადაგიფარებიან. ახლა ეს ყველაფერს დაბიჭდებს. დედა მე ყველაფერს მიხედავ შემდგაჭდა რა. და მე ყველას ხელს უშლი. მოდი ერთი კარტი გავშალო, ლევა. ბატონო. დავალე.
რას ამბობ საწახო გაგიჟი კარგი მეცსაო მე მგონი ასე დროს აჯობის მარტო ახლობლები დარჩა რას ამბობ თქვენზე ახლობლები ვინ ამყავს მამა, რა შენ თქვენია? დედას მიეხმარე საბრძოლოში ერთადე სადედამწურულს თავი მოაწოდე მე რა შენ ბოთები გახსენ მიდი აფა მეტი რა საქმე მქონდა ეგ გურო მოდი სანამ მამა არ მოსულა იქნებ მოგველაპარაკნა შევთანხმებულიყავით დედამ უკვე მითხრა რომ ვითომ არაფერი ყოფილა არც არაფერი მოხდა რა ალბათ ეს გინდოდა გეთქვა რა და უცბატივად ნახელავი არ დაგიწუნა. ალბათ რომ მაგდა რასაც თქვენი ხელი შეეძებო ხო მეთქვა რომ გლეხის ოჯახში მიყავდა მიყარებული გასაზრდა მომძანდით, მამა რომ არ მოსულა, მე დაურეკეთ ათვირი მაქვს და ცოტა დამაგვიანდება. უნდა დალუდოთ დაველოდო როგორც გინდა. ნატო მოდი. რას გბირდებათ კარტი გალბატონო ბადი ვიდ მოგებას კოწლოტოს ასოს მე მონტე-კარლოს რაკინა ჩემიშო რამოდენიმე დღეში წააგო მთელი ქონება ის გადარჩენა და რომ ტყვია ეკრა შუქში მაგრამ ამოს ორ მაგათა იყო მთელი მოგება აბა ერთი წუთი ყველანი შეგრებილ ხარ სუფრაც გაშლილია რაღაც უყურებ გთხოვ ამ ჭიქით გურამ გომელაურის დაბრუნებას გავაკეთე ნამდვილად გადამრევს ეს სწავლა. ბატონო, 8 საათიანი სამუშაო დღე გვინდაო და ამისათვის რევოლუცია მოახდინეს. ახლა სამსახურში არ ყოფილ საქმე და სახიათ ძეთ ფასაკა. შენ მაინც რა საქმე გამიჩნდა, ბიჭო? მაგდა. დედა მე წასი. ისე ინსტიტუტია გემშო. ლაგახტა, გამოდის და ვერა დარდა საშველი აღარ გამოვიდა ეს ენციკლოპედია. დედა, ქართულ ალფაბეტში 33 ასოა. ეს ვიცი მე, ცოტა შორის ჩემ დროს უფრო მეტი ახლა. აიბა. რა მოხდა? ის მოხდა, სიგებადონო საქმეა. ლევან. მე სასწრაფო საქმე მაქვს მე გეძახ, დაჭი. მაგრამ მე ხომ ხოლმე ფიქრობ და ამერიკოს ამ მიკითხოს არა ვარ სახში მე ელანი სახში ვარ. უთომ ბატონახმეს არავინ არ აკავს და უნდა მოვილაპარაკო. რაზე უნდა მოვილაპარაკოთ ქალბატონო ფატი ურანის მომავალს. მაგრამ რა არის აქ მოსალაპარაკებელი ერთი თვე გავიდა. აისვენოს ბიჭმა გაი არ გამოიეროს მოიხედოთ არა მოიც სახშია გაუძახდე ურა. ამოხდა რამ შეკარათ ყველაზე ერთად ა ურა. მე მოგსაყდურობს რომ სალაპარაკოს ვერ ხდებით ერთმანეთს.
შორის დიდი ხანია ამ რგვალ მაგიდასა ლოტო აღარ გვითამაში. ნატო ლოტო. ნუ ციგნა ბიჭო შენ. შენ კაკათიც ვინ და ამ მაგიდასთან. იცინებო. ხო და თუ იცი დაჯიქი და ყური დაუდგე რასაც გეტყვი. გაიო. ეს საოჯახო საბჭოს დომა ქალბატონ ფატის ინიციატივითაა მოწვეული და პირველი სიტყვაც მას ეკუთვნის. გისმენთ ქალბატონო ფატი? ბატონო. მურა. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ რას აპირებს შენ. სწორედ ამ დილით მილიციიდან გამერეკეს და ეს მკითხეს ზუსტად რას აპირება. ერთი თვე გასულა. აი ლევანმა ალბათ იცის რომ ერთი თვე ეძლევათ ჩემის თანებს. მისახეთ მოსახედავად და სამუშაოზე მოსაწყობად. 100 არა ლევან. ხო არის სამგვარი წესი. სულელური წესია. რატომ ბებო? ბატონო 11 თვის სამსახურის შემდეგ ყველას ეძლევა ერთი თვე დასაწყებებელი. ეს ბიჭი 5 წელიწადია იჯდა. ბებო შენ ალბათ არ იცი რომ ჩვენ შევთანხმდით ეს 5 წელი აღარ გავიცანოთ ამ ოჯახში. გარეთ ეხლა რა არის საკამდენის, საკამათო და საფათბი. ურავი გააგრძელებს სწავლას უნივერსიტეტში. მაგრამ მე ხომ გარიცხული ვარ უნივერსიტეტიდან ლევან. მაგას მოევლებ. არ მოიცა. ვინ არის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი? ზედგენიძე, პროფესორი ზედგენიძე. შენ როგორ ახარ მასთან? საკმაოდ კარგად. არა, თუ საჭირო მე შემიძლია რექტორთან მივიდე მინისტრთანაც. არა, საჭირო. ჯერ მე ვწდით. შენთვის უხერხული არ იქნება ლევან. მოიცერდი. რატომ იქნება ჩემთვის უხერხული? როგორ? იურიდიული ფაკულტეტის კათედრის გარდა ხარ, რას იფიქრება შენი სტუდენტები? გურამ, ეხლა მთავარია როგორმე უნდა მოხერხდეს შენი აღდგენა. რაო მოხერხდესო? ეს რა საინტერესო სიტყვაა, უყურე შენ მოხერხდეს რა? მაგრამ კანონი კანონის დაცვაზე დროზე რომ გეფიქრა, აჯობებს დევა. აი ხედავ და ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ იმ 5 წლის დაიწყებას. თუ როგორ და როდის უნდა მეფიქრე შენი საქმე. საქმეც იმაშია რომ არ არის მარტო შენი საქმე. იმიტომ რომ იმ 5 წელმა გაამრუდა არა მარტო შენი, არამედ თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება. ლევან. და პირველ რიგში შენი მამაჩემო. არა ხარ შენ ახლა მართალი. არა მართალი ვარ. ამას შენ ვერასოდეს ვერ დაივიწყე. როცა ეს ამბავი მოხდა ჩვენ ყველანი თვითმფრინავის გადაგვერჩინა არა მარტო გურამი, არამედ თითოეული ჩვენთაგანის ღირსება. და პირველ რიგში შენი, ვინაიდან სწორედ იმ დღეებში უნდა გადაწყვეტილიყო შენი დაწინაურების ამბავი მინისტრის მოადგილე, ან კიდევ უფრო ძელი. ნატო, დავის ეს ოთახში. აქ არავინ არ არის უცხო. ერთხელ და სამუდამოდ ხომ დაიწყო საქმე. იმ ამბის შემდეგ ჩვენ არ ხონდა ის საშუალება ასე ერთად დღეს პირველად ვწდებით ერთმანეთს. ლევან, რაც მოხდა. კი დედა, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ყველაფერი არ მომხდარი? რასაც თქვენ მთავაზობდით უფრო უღირსი საფციელი. შენგან მოითხოვდნენ მხოლოდ დუმი. რაც დანაშაულის სხვებზე გადაბრალებას ნიშნავდა. შენს გადასარჩენად ვრუნავდნენ არა მარტო შენი გულის. რა თქმა უნდა, თქვენ ყველაფერი გაითვალისწინეთ, ოჯახის ღირსება, სახელი, გვარიშვილობა, შენი სამეცნიერო კარიერა, მამაჩემის მომავალი დაწინაურება. მაგრამ თქვენ ერთ რამეზე არ გიფიქრიათ, უმთავრეს, რომ მე უნდა მეცნუა იქ. მეცნუა იმ დამპალი ვალი კვენდელაძეს წინაშე, მამა აბრამის ბატონად რომ დახადა მასავით დამპალმა ადვოკატი. ბუდიში მომეხადა მისთვის, მე ღიერებინე რომ პატიოსანი კაცია, დაზარალებული უცოდველი. მე კი შევწდი და რას ვაკეთებდი ჩემი ახალგაზრდობით თანგარიშს დავუწევდი. ყოველი ამის საფასურად მე მივიღებდი პირობით სასჯელს, ესე იგი თავისუფლებას. მაგრამ მე ვერ შეძლებ, ვერ მოახერხეს. შორის შემდეგაც ბევრჯერ მიფიქრე ამაზე, მაგრამ არასოდეს არ მინანია, ვინაიდან მართლაც თანათან შეიძლება ყველაფერი აღდგეს, ოჯახის ღირსება, სახელი, მაგრამ მაშინ რომ მეცრუა სიგლახეს. არა კაცობას ალბათ ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს. კარგი. დეო. ეს ამბავი დასრულდა და წარსულს ჩაბარდა. ამიერიდან სიტყვა აღარ უნდა დაიძრას ამის შესახებ ამ ოჯახში. მე ამას მოვითხოვ, გესმით? კი, მესმის დედა.
მესმის, მაგრამ მე ეს უნდა მეთქვა და ეს უნდა სწორდოდა გურამს. რა შეიძლება მის მომავალს ამაზე მე ვიზრუნებ, ხვალე მივალ იმ პროფესორ ზევგენიძეს. არ არის საჭირო. რატომ? მე უკვე ვიყავი უნივერსიტეტში. როდის? გუში. მე? რა მე? ვიყავი დეკანატში და ვნახე ის პროფესორი ზევგენიძე და მან მითხრა რომ თურმე კანონით ჩემი აღდგენა უნივერსიტეტში არ შეიძლება. მოიცა. შენას უთხარი ვისი შვილი ხარ ან ვისი ძმა? როგორ გონია ეს რომ გეთქვა ასევე გამოგისტუმრებდა? პროფესორ ზევგენიძეს ასე ახლო არ ვიცი. ლევან, ხვალე მიდი მასთან, აუხსენი ყველა. როგორ არ გესმით რომ ჩემი აღდგენა უნივერსიტეტში არ შეიძლება? თუნდაც იმითომ რომ რაც პირველ კურსზე ვისწავლე, ისიც დამავიწყდა. არსებობს აქ ერთი გამოსავალი. კანონიერი გზა რომ ხელახლა ჩავბარო მისახები გამოცდები, მაგრამ მე ხლა ამისათვის ზარ ვარ გზად. ესე იგი ლევანი რომ დეკანთან მივიდეს, მე რექტორთან ან მინისტრთან უარზე დადგები? ალბათ. და შენ ამაზე ფიქრობდი მთელი ერთი თვე? ერთი თვე და 5 წელი. გურამ შენ ეხლა მას ყველაფერს წენა გალაპარაკებს. ლევან, ხვალე მიხვალზე დიდი. არა, და ერთხელ უკვე ამისათვის მე 5 წელი დავკარგე თავისუფლება და ეს 5 წელი ყოველდღე ჩამჩიჩინებდნენ მოსამართლე და პროკურორი ციხის უფროსი და ზედამხედველი რომ დავისაჯე კანონის დარღვევისათვის. რომ მე უნდა შევიგნო ჩემი დანაშაული და გამოსწორებული დაუბრუნდეს საზოგადოებას. ვიცხოვრო პატიოსნად. და მე მინდა რომ დაუბრუნდეს საზოგადოებას როგორც გამოსწორებული ადამიანი. განსაკუთრებით მე, ვინაიდან ჩემი დაბრუნება საზოგადოებაში რეგისტრირებულია სათანადო ორგანოებში და პირველივე ფეხის დასცემისთანავე დავისჯები განსაკუთრებული სიმკაცრით. რას მოსიბიჭირა? სხვათა შორის, შენ უფრო ადრე შეგეძლო იქიდან დაბრუნება. სხვათა შორის მე მივხვდი რომ შენი თუ მამა ჩემის ხათრით მიმცირებდნენ პატიმრობის ვადას. რაღაც დაახს ამას შეწყალება თუ ჯანმრთელობის გაუარესება, მაგრამ უარი ვთქვი. ესმის? უარი ვთქვი. ისა ეს ძალიან ძნელი. ძალიან ძნელი. გურამ, მე არ მინდა რომ შენ გეგამათვან დაგარწმუნო. არც ის მინდა გითხრა რომ ჩვენ მართალი ვართ შენ გიმპოვანი. იქ მე შეიძლება კიდევაც მომწონს შენი ასე გულწრფელობა, ნებისყოფა. მაგრამ მინდა გაგაფრთხილო. შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. და ასე გაბოროტებულს გაგიცნელდება ცხოვრება. ეს თუ ასე რამ გამოცვალა ეს ბიჭი? გამოიცვალა კი არა, გაიზარდა, მაგ 5 წლით გაიზარდა. შეიძლება უფრო მეტი. იქაური 5 წელი სულ სხვა. არაფერია გაუვის. არა მგონია. რატომ ვითო? ასეთი იყო ბაბუამიც. რა არის? მე იქ ხარატობა შევისწავლე, მე 5-თან რეგენტს. მან წერია ყველაფერი. ყველაფერი გზია მერე? ვეს. რატომ? მაინც და მაინც ჩვენ ქარხანაში? ქვეყანა უნდა გააცინოს და იმიტომ. ვაკეთებ იმას, რაც კანონმა დამიდგინა. ჩვენ მან და მაინც მოინდომე ბიჭო. ყველაფერს აზმარია. გასაკვირველია ჩვენს გვარიშვილობას ეს ამბავი არ ეკატრება ბებეჩო, მაგრამ ვიღა დარჩით გურიელებიდან ერთი მაინტერესებს. არა, ჩვენს ოჯახში არაფერი არ შეძლო.
ჩვენი სასაცილო და სამართლიანო მდგომარეობაში აღმოჩნდებით ხალხის თვალში. ხალხის თვალში მე ყოველთვის ბოროტმოქმედი და სისხლის სამართლის დამნაშავე ვიქნები. და რა მდგომარეობასაც არ უნდა მივაღწიო, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე დაუფარავად უნდა უპასუხო ანკეტაში დასმულ კითხვებს ვიყავი თუ არა პატიმრობაში, როდის და რისთვის? არ ყოფილა საქმე. გაიო, რა ხამბობს ეს ბიჭი? რა უბედურება ანკეტა ასეთი? წესია ასეთი, წესი ქალბატონო ფატი. და სხვათა შორის ჩვენს ქარხანაშიც უნდა უპასუხოს ანკეტის ამ კითხვას. ალი კვენდელაძე კი ბებო ანკეტაში დასმულ ამ კითხვას იყო თუ არა პატიმრობაში ჩაუდენია თუ არა ოდესმე დანაშაული? ისე იტყვის არავა. ისე დაწერს ამას გარკვევი დიდი ასოებით რომ ხელიც არა უკანკალდება. კარგი გურამ, კარგი. გეყოფა განაბე დავა მენდელაძე. ასე თანდათან ადამიანები კარგავენ ზიზღის გრძნობას. უზნეობისა და დანაშაულისადმი ერთმა გიდას უსხედავ პატიოსანი ადამიანიც და ბოროტმოქმედიც ითომ არაფერი. გაიო, რა გინდა? განცხადება შენ სახელზეა დაწერილი და პასუხი შენ გაეცი. კადრებში მიიტანა. მე მგონი ქალბატონო ფატის საოჯახო საბჭოს დღის წესრიგი ამოწურულია და ჩვენ თავისუფლები ვართ. აბ გაბრიჩიძეს. აბ გაბრიჩიძე ალბათ კადრების გაყოფილების უფროსია, რა ბე. გააფორმეთ მექანიკურ სამსახურში. წერა გ კომელაუ. აი ერთ-ერთეული შეემატა კიდევ მის უდიდებულესობა მუშათა კლასს. ეს აბა უნდა აღინიშნოს, ხომ არ გავლია. გინდა ერთხელ ნარდს გეთამაში, ჰა? ბებო. აბა? ბებო. შენ შეუძლოდ ხომ არა? შეუძლოთ და ლოგინად ჩავარდეს, მე არავინ არ მაქვს. ერთшени ერთ საღამოს რომ არ გამოვა. დამელოდებით შემდეგ დამიკაკუნებ. აი ესე ნელა, ჩემ კალე. რო არავინ განცემ შემოხვალდა. ხათი გურიელი უკვე ვასამ ხალხი ალბათ სამოთხეში ბებო. რა მაი სამფერნაც უცოდველი არავინ არ არის და ჩვენ ყველანი მუშტრები ვართ ჯოგოთე არა იცი მე ფიქრობ მაინც რომ საიქიოს რაღაც ასახებები ისეთი რომ სამოთხეში შეძლება ალბათ ბებო ალბათ გურამი გამოგაბობი შენი ყვირილი მესმის ბიჭო ალბათ გესიზღვრება რომ ისე ვიქახარ, ხო? ვერა მოდი ჩემს ოთახში დაწი. დაგძე. ნუ ვიშინია. მე არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს ბიჭო. არ ვაპირებ. ძალიან მიყვარს. ვიცი. დუშაში.
მუდმივად იწყება ჩემი ახალი ცხოვრება. პირველი ხელფასი. აბა. არტო შენო ხარ კნაჭა. ეს რა არის? პირველი ხელფასი აიღე და საჩუქრები მოგაქვს. აბა. აბა იგი ეს შენ. ნახოთ. ეს ამას. ეს დედას. ეს პროფესორ ლევანს. ეს კიდევ ბებოს. კნაჭა. მართლა შენა ხასაცში. მართლა მარტო. იანა ბებოსა და ამდენით ვიღაცამ დარეკა კინოსტუდიიდან ვართო. მერე? შემდეგ მართლა მოვიდა და ბებო წაიყო. საათ წაიყონეს კრაჭა. კინოსტუდიაში. საათ? კინოსტუდიაში. ოი რა ხდება ქვეყანას. რაღაც ბუნებაზე ვერ ახარ. საკონტროლო ხომ არ გქონდა? გქონდა. მერე? რამე იქე? ჯერ არ ვიცი. სოფი ლორენი მოვიდა. ქარხნის სალარო მე. არა, პირველი ხელფასი აიღე და მინდოდა ეს ისტორიული მოვლენა თელს ოჯახს ეკრძნო. ეს ამდენი აიღე ასე. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ინჟინერზე უფრო მეტ. ეს თქვენ ქალბატონო ფათი. ეს რა? სპორტ ლოტო 30 წელი. მე რა გინდოდა ამდენი ბიჭო? 19 საქმეა ვეო. მოგოსდაბოლოს რომ უნდა გაამართლოს შენმა სისტემა. სულ რამდენი იქნება? სულ იქნება 150,000 მარკა. აბა რა გეუბნია ბიჭო? მოკლედ ერთიანად დამოიღებ რაც გურიელებს წაგართვათ რევოლუცია. მაგრამ რადგანაც კინოსტუდია გადაგეკიდა, ისედაც გამდიდრდები. ამბობენ იქაც დიდი ფული კეთდებაო. რომელ ფილმში გიგებენ ქალბატონს? შენ რა დამცინი? არა. იცი მე ქალიშვილი ობისას რა ლამაზი ვიყავი? შენ ეხლა ლამაზი ხარ? ატო. ინდა, ვალ. კინოსტუდიაში დაგეცა. 13 საათი მაქვს ბებო. ვა. მოის დაიწყორა ნამდვილად. სკოლაში დაიბადა. რა დააშეკნაჭა? ავარისუნავთ. საკონტროლო წერაც ჰქონდა. და ასეთი თემა მოხდეს ყველაზე სამწუხარო და სასიხარულო დღე ჩემს ცხოვრებაში. და მე დავწერე. დავწერე. შენ რომ წახვედი მაშინ ის და რომ დაბრუნდი. მე დედა არისტის დაიბარა ეს. მასწავლებელმა მითხრა, უხერხულია, არ უნდა დაგეწერა. სხერმა რა დაწერა? სხვადასხვანაირი. პირველი ხუთიანი და პირველი ორიანი რომ მივიღეო. საიდუმლო კუნძული რომ წავიკითხეო. მოსკოვში რომ ვიყავიო. თუმცა ვინც დაწერა, სულაც არ ყოფილა მოსკოვში. შენს ვითხარ. სწორად დაწერე. არც ერთი შეცდომა არ დამიშვია. გეკითხები რა დაწერე ის მართალია თუ არა? მოდე. დედა თუ მოვიდა? მოვიდა. მოვიდა. ეს რა არის? ეს გურამმა პირველი ხელფასი აიღო და საჩუქრები მოგმა. ეს თქვენ ქალბატონო მაგდა. ნავდილ პარკერია იცოდა. არა. ესენი? ეს მამას. ეს შენ პროფესორ ლევანს. ო, ეს კნაჭას. ეს კნაჭას. შენ ერთი ჩემთან შემოგზადი ქალბატონო. დედა, სკოლაში იყავი? ვიყავი. მე რაზე დაგიბარეს? თვითონ მოგახსენოს.
თვითონ უკვე მომახსენა. მირე? იცი, არ მეგონა თუ ასე ძალიან უყვარდია მამაცალს. ერთი ჭკუის სახართ ორივე. Здравствуйте, дорогие грузины! Опа! მადლობა გამარჯობათ მე რა. როგორ არის? რამე ჩვენებული საქმე გვაჭამე მოგდით აღარ შეგვიძლია. იზა ბორჯები გვაქვს? ყველაფერი მაქვს ეხლავე. ბატი ალბათ. ანაუნაი. როგორ გზანდებით გალოდანობადი? რატო მოიგნეთ თამდა? გალოდანობადი. მოსკოვში ერთი მათემატიკოსი გავიწარდა. ისეთი სისტემა მასწავლა, სპორტლოტოს გავაკოტრებ. გურამმა დღეს პირველ ხელფასი აიღო და ყველა დაფასა. ხო? მე 20 სპორტლოტოს ბილეთი. ოჩაბურა. რამდენს აიღე ბიჭო, რამდენს მოვიდე? 150.000 მარეს. რატო იყო? ლევანი. აჭექი და ყველა კიდე. აუ, ყველაფრის მოყოლას მთელი დღე არ ეყოფა ბებორა. რაკი ეხლა ლევან მოკლედ მაინც ვითხარი რა ქონა. მოკლედ და გასაგებად, აი აქ სერია. 1979 წლის 16 მაისს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სააქტო დარბაზში იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე საბჭოთა სამართლის ამსდელობითი როლი დაიცავს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ლევან გაიოზის ძე გომელაური. ერთხელში მადლობა აი შენ როგორც იქნა გადაწყდა. გურამის პირველი ხელფასი. მადლობ, გურამ, მადლობ. შენ არაფერი წელობიდან. შენ წარმოიდგინე არა. ყველგან იმოდენა რიგები იყო, ჩვენც დაკავებულები ვიყავით და აცრალა. აცლამარა. დავშვიდდი? დავშვიდდი. აი ასე იწყება ძალმულის კონფლიქტი. არა, ბებია, კინოსტუდიაში აჩუმდი. არ გამაგიჟო. რომელ რეჟისორს ეკუთვნის შენი აღმოჩენა დებოა? ნაუია ეს კინოსტუდია. ხო. გავგიათ თურმე რომ მე პეტერბურგში ვიყავი რევოლუციის დროს. ეხლა რაღაცა ვირე მოდისო, ფილმს იღებენ და ფენის ჩევან დარიგება გვინდა. მე რა ურჩი უდარიგებები. წარმოიდგინე მე თავი სასახლის კარზე მეკო. ენერლები, მინისტრები, კერენსკი, კაჩტერეთები. არა იმ სახიობს, კაჩტერეთს რო თამაშობს, თოცა. პენჯერაზე ყოფილა. აი განხორცე. არა მე კარგად კაჩტერეთს. შეიძლება რომ პენჯერაზე. არა ხო წარმოგიდგენიათ რა დღეს დააყრიდა რეჟისორი. დედა მეორე ნამდვილად აღარ დაგიძახებულა. ხო მართლა გაუწეულობაშია დასადაგი. შენი ციგნი დისერტაციის დაცვამდე უნდა მოესწროს. კი, მაგრამ ვინ იქნება ახლა იქ? გრიშას დაურეკავ სახში. გრიშა ხარ? ო, მე ვარ. გრიშა, როგორ არის ლევანის ციგნის საქმე? ა? ესწრება? აგესენა ღმერთმა. მადლობ ჩემო გრიშა, პატივისცემა ჩემზე იყოს. მომიკითხე. ლევანმა მოგიგითხრა. კარგად, კარგად. კი გენაცვლები. მაპატით, მაგრამ ყველაფერს მიხება უნდა. ქართულდა ცხოვრება ქალბატონობა. მოსკოვში საბანკეტო დარბაზის შოვნაც პრობლემა გახდა. ლევანის ოპონენტები ყავდა მოწვეული. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი წარმომადგენლობაც კი ჩავრიეს საქმეს. აბა? მე წავიკითხე შენი დისერტაცია. მაგიდაზე დაგიტოვებია და წავიკითხე. ბოლომდე? ავიდან ბოლომდე. მე მგონი შენ ახლა ერთადერთი კაცი ხარ, რომელმაც ჩემი დისერტაცია თავიდან ბოლომდე წაიკითხა. შენ არც გიკითხავთ ბატონო ლერა. რა თქმა უნდა. საოცარია. რატომ გურებ? როგორ ყველაზე მეტად თქვენ ხართ დარწმუნებული რომ ლევანი აუცილებლად წინვალა გაიცავს დისერტაცია. პირველეს ყოვლისა ამაში დარწმუნებული არიან მისი ოპონენტები, მათ შორის აკადემიკოსები, რომლებიც წინვალე დასკვნა მისცეს ლევანის დისერტაციას.
ვით უფრო საოცარია, რაც ჭირდება ამ დისერტაციას ამდენ ჩალეჯი. მოიცა. რასეძახი შენ ჩალეჯს? როგორ ეს გაუთრებელი მგზავრობა მოსკოვში. სკლეროტიკი ოპონენტების მოწვევა ზღვისპირეთში დასასვენებლად კონიაკებიო. ზოგჯერ ესეც საჭიროა, თორე მიდგები 2 წელიწადი რიგში. ამასობაში ალბათ სხვა გახდება, არა ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი მთელს რესპუბლიკაში. გურა, თქვენ დისერტაცია მოგეწონა? არა. გურამს არ მოეწონებოდა ჩემი დისერტაცია. რატომ გონია ლეო? იმიტომ გურამ რომ იმ დისერტაციაში დასმულ პრობლემებს ჩვენ სხვადასხვა პოზიციიდან უყურებთ, ეს აბსოლუტურად გასაგებია. მამამო გამარჯობა გიორგი. გაუმარჯოს. არბიტრაჟი ვიყავი გიორგი, ყველაფერი რიგზეა. ლეფტის საქმეა. საქმე ახლა არ გამოგონო, საქმე შემდეგში. გამარჯობა ლევან. როგორ გადაწყდა როდის იცავ დისერტაციას? შენ წარმოიდგინე, დავიწყე უკვე დისერტაციის დაცვა. ოპონენტი გურამია. რომელსაც დაუკითხავთ დისერტაცია. და როგორც ჩანს, საკუთარი მოსაზრებები გაუჩნდა. რაც იმაში გამოიხატება, რომ არ მოწონს ჩემი დისერტაცია. მართლა? საიდან მოვიტანა ლევან რომ მე შენი დისერტაცია არ მოწონს. კარგი ბიჭებო, რა არის ეს გაუთავებელი კამათი? გურა, მაგდა, არ მსახში ყოველთვის იყო კამათი. ეს არა, მართალია, მაგრამ საინტერესოა. განაგრძეთ. ისეთი არაფერი მithქვს, პირიქით. ძალიან მომეწონა ლევანის ნაშრომი. ისიც კი გავიფიქრე რომ ნეტა ცხოვრებაშიც ასე ხდებოდეს მეთქი. შენთან გამარჯობა გურამი. გამარჯობა. ჯერ არის ვერ მიცანდი გასო. ბონდო. ვიჯო. მართლაც ის გიცალი ბონდო რა. რატომ შეგასო? რა კარგში გაჩერდი მოდია. აიცანით. ეს ჩემი მეგობარია. ბონდო ლანჩა. გამარჯობა პატიცემურო. გამარჯობა ხალბადა. გამარჯობა. დავდა. ოხ დიდი მადლობა. ჩვენ ერთი წუთი. ბოდის ვიხდი ძალიან. შეიძლება არ არა ისე წესიერი მარტივი ჩა. საერთოდ მეკრელია. ზიანები ძალიან დიმონდა. მოგდადი. ვეღარ ერთად მუშაობ. ხო? ჩვენ არა ხალხო, ჩვენ არა. მე და ბონდო. ერთად ვიყავით იქ. დიახ, ასე არის ეს. მე ვიფიქრე რომ გურამის მოინახულებ მეთქი. როგორც შევთანხმდით გურამი. ბონდო ლანჩავა. ქურდია. რეციდივისტი. ხამურ არ გაგიგონია? არა. ხუნი ეგ ბედნიერება. მე მგონი 5 ჯერ ან ასამართლები არა ბონდო? არა, 6 ჯერ გურამის. ისე წესიერი კაცია. საბუთები ხომ რიგზე გაქვს? საბა როგორ გურამი? კანონს ხომ არ დავარღვევ მე გას. აცვანკა დოზვანკა გურამი. ახლა რასაბირებ?
ნახოთ, მივიხედავ პატარას. საინტერესო ეგზემპლარია. როგორ იგადრეთ, ბატონო? ბუნდო, ჩემი ძმა და მისი მეგობარი მერაბ დარიელოვი იურისტები არიან. პროკურორები? არა, ჩვენ პროკურორები არა. მოსამართლეები. არც მოსამართლეები. შაბა ადვოკატებს ვენაცვალებ ეგაც. ასე ძალეები, ხარ ადვოკატები. კი საჭირო ხალხია. საქმის ჩაწყობა იციან კარგად მაგნებმა. უკაცრავად. კარგად დარდევა ჩემო. ხო, მართლა. ერთი ჩემთან წამოდი. მოსკოვის ამბები მაინტერესებს, მაგრამ ერთი თვითი დაქტორი. ნატო. შედი შენ ცოტა ხშტე მეცადინე. დიდებული მუზეუმი და ზუგდიდში. დიახ, ბატონო, მე არ ყოფილვარი. ვერაფრით ვერ მოვიცადე, სულ დაკავებული ვიყავ. რადგან უნდა ჩემი ქალიშვილის შეხვდა. ვარი ხარ. ბატონო. არ გეწინოს და მეგრელობით დავიწუნებ. ой, არა, მე არ მეწინება, მაგრამ მაინც ძალიან საწყენი არის. მე ცოტა თავს მოვატყუე. ძილი ნებისმიერ. ო, მასკა. ნარგის გამაჩქუს. კი ბატონო. მაშინ ხდებით. თუ იკადერ, ბატონო. რასენაცვალე. დიდი არის შენი. ურიელის ქალია, გონდო, ურიელის. აჰ. გურამი. ბატონო, ესენი ვინ არიან გასულ? ესენი ჩემი წინაპრები არიან, გონდო. რა მოგვიამდე წინაპრები? კი. იყო ძმო წინა ხალხი. შენ რომ არასოდეს არ გითხოვ შევთვის გურამი ასეთი კარგი ოჯახის შვილი თუ იყავი? გონდო, აი შენ რომ ზიხარ ახლა მაგს კამზე ერთ დროს თურმე აკაკი წერეთელი მჯდარა. მერე დროზე ვერ თქვიშენო. როგორ რატომ გასულ? მე ბოდიშ ვიხდი ბატონი აკაკის დაგა. შეგედი გასო, ა? მაგს კამზე კიდე ილია ჭავჭავაძე მჯდარა. ახლა არ მითხრა ამ სკამზე დუდუ მეგრელი იჯდო. რა ვიცი შეიძლება იჯდა კიდე. ცხოვრებაში რა შესვლას აიწყებ და ბედით კეთილგონებიანი გახსოვდეს უდამ არ დაგავიწყდეს რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი. გონდო, აგი ბიჭო, ტუტუსია. ოგაი ახლა ახლა იგურიელის არის გურამი. გურამი. დედა, ეს რა არის კაცო ნიგოზია? არ უნდა მოსულიყავი მე შენთან. ვითომ რატო ბატონო? შენი სანაო ხერი კაცი ასეთ კარგ ოჯახში არ შეეშვება გურამი. რა ცხენია ბონდო? არადა ჩემი საბუთებით სასტუმროში ვერ მიმიდევდა ვიდეო. ვაგზალშიც არ მინდოდა ღამის გათენება 1000 ჯიბგირი დაუხედა ეთქვა. ბონდო, აი ეს თახი ჩემია და ერთად ვიცხოვრობ. გურამი. ისე ძალიან მეწყინა დადიანს რომ არ გააყოლეს დედაფრები. როგორ რატომ გასა? ახლა შენ რომ დადიანი იქნებოდი გასა. ორი მეგელი ხუმრობდი გასა.
მოგესალმებათ ქალბატონი ფინათი. როგორ ბრძანდები? ნალო. ლამარა მინდოდა. არა უშავს, შემდეგ დავრეკო. არაფერი არ მომხდარა. ვინ არის ბებო სახლში? ნატო და გურამის სტუმარი. სტუმარი. იბეში ფული და საბუთები ვერ დამიტოვებია. როგორ? ასეთი რომ არ შავს? ჩაკეტე ეს ყველაფერი იწოდე. სახლი კოლონიას დაემსგავს. Robinson Crusoe. გადასარევი წიგნი. ბავშვობაში არ დაიგდო? არ მახსოვს. კაცმა რომ თქვას მე შენი ბავშვობას არ მახსოვს. რა, ობლობაში გაიზარდე? იახლა ელიან ყავს ერთი მარტო ხორგაში. ნუ ახლა რა საკეთებში? ახლა არაფერი ვარ ეს წიგნი უნდა დავამთავრო დღეს აუცილებლად. გურამი მეორე წიგნს შემპირდა გულივერას მოგზაურობა. ისიც მამედანი საინტერესო ყოფილა. ნარდის თამაში ვიცი რომ იცარ. ნარდის კი ბატონო. აბატა მოიგე. თუ იგადრებს ხალბატონო. ლაზერი თამაშობ ახლა. ისე ბრელა და გასართობად. ბრელა თამაში ნარჩია გამიგო. და აბა ისლავზე იყოს ბადიმცემულო. მე მაგალითად სოფელი მაქვს ერთი ხორგა იმას ჩამოვაც უდლიანად. ბები ამყავს მე იქ ხორგაში, მაგრამ ბებიას ვერ ჩამოვიწოდე. ძალიან მიყვარს იმის მეტი არავინ გამაჩნია. თქვენ შესუძლებით ბატონო. ისე გადასარევი სოფელი არის ხორგა. თქვენ თუ ყოფილხართ ხორგაში? არ ყოფილი, მაგრამ შენი მჯერა. იბადონ. მე რა ჩამოვიდე, მე. ხო, გურიელს რა დავხდა, ყველაფერი დაგვაქვს. თქვენ ნუ რაფერს ნუ ჩამობძანდებით ბადიცემულო. როგორ შეიძლება? მაშინ ბატონო, თქვენ ჩამობძანდით საგვარეულო განზეულობა გექნებათ რამე გურიელებს. ყველაფერს მომართ მილდე მიგნები გასო. რა ბატონო. თქვენ დაიწყეთ ბადიცემულო. მე დაიწყე. ამათან მაგადა? როგორც გაგიხარდა ბატონო. მე ის გამიხარდება რომ სერიოზულად ჩამახ. სტუმარი, მართლიდები. კაცი, ხალი და ის ბავშვი და რაღაცები არის ნადა. ამა როგორ გასო გაგორეთ ბატონო. ამალო. აჰ, კენიერი ზემარ. მართლა. დიახ. მასანდა ახლა. ირაც ემუხვარი მოვიდა ჩვენთან სტუმრად ოდიშიდან. აბა. ხოდა? ძალიან განსული მენარდეი. რაღაცას ხანეირად მინადავდა თვალებს. ოჰ, ანტომ ალბათ რამოდენიმე ხელი მომაგებინა. მეც იეშმა კი? იეშმა გადაუთხარი, მოდი 10 ხელი ვთამაშოთ მე. თუ მოიგებ შენი ვიქნები. ოჰ, როგორ გასო? გადეირიან, მოყვარი, გაგიჟდა. გადეირიან, მაგრამ მოიწოდა. არაფერი არ გამოვიდა. 7-3-ზე მოუგე. 7-3 ეს რო ნიშნავს გალბადონო რა ზამარა გოგდა. ოჰ, აბა ის ვიქიმე. ისე უგასრავად მაგრამ რომ მოეგო იმ ემხვარს მაშინ გალბადონი. ეს სიტყვა სულ ვერ გავფიქრე. როგორ გასო?
ხუმრობი. ახლა მასბაზაკია, კედიას ბატონო. აი, ეს რა გაგორებდა? ეს ეხლა ნამდვილად წასული არის ჩემი საქმე გასო. რა ვქნა გასო ახლა მე დუშაში მჭირდება ნამდვილად, მაგრამ მოვა. დედა მართლა დუშაში არ მოვიდა გასო. მოდი სიფრად მავა. კედიას ბატონო. ეხა მე ჩარი. კი შაშარი არის საჯირო. ზაღლის ვალი ესოფერი ზაღლის ვალი. ესე იყვნენ რასისაც მეტყვა. ისე დადიანები და ემხوارები ძალიან დაგიჩაგრავთ გურიელებს. ალბათ დიდრები იყავით ბატონო ერთ დროს. შემოქმედში ეხლა ყველა დღეს ჩვენ დოკრიცა. პენიას ბატონო. ახლა დაიგებეშა. ნამდვილად ავიღო გასო რა უბედურება. ახლა კიდევ დუშაში მჭირდება მე გასო. კიდევ დუშაში მჭირდება, მაგრამ რა კიდე მოვა. დედა მართლა დუშაში არ მოვიდა. მოდი სვიფტი რა წაგერელი. არა ეს სულ მოსვლაზე არის დამოკიდებული გამოლო. მოსვლაზე არა, დამოგესიჭი კარგია. არა ძალიან დიდი ბოდიში მართალი არის თქვენ გურიელი ბრძანდებით მე ვიღაც ოხერი ლანჩავა მაგრამ ბრალად საინტერესო არის ერთი თვალით მაინც შემახედეთ რა განზეულობა მოვიგე ასეთი მაგისი ფასი მე კარგად ვიცი კარბადონო მაგრამ ჩემი და გურამის მეგობრობა უფრო მეტი ის ოდი შიხნი გასაგვირები ბონდო ისმენ ჩემბადო კარგად ვიყავ არა დონდებოდი ბადო Sasi geldi mi? Vamtare vamtık biraz biraz böyle. Haber olur mu? Buram. Arbedune babı da sad miyaseti konuşuyor. Ya içorim diyase marto Robinson Crusoe tu. Gidişyan olmamış. Oğlum ne ihbali bak siseti maşine milisiya kaçında var. Buram. ამდენი ხანი არის შენთან ცხოვრობ და არასოდეს რომ არ გიგითხავს რას ვაპირებ მე? უნდა მოგბერდ და ჩვენთან სტუმრობა თუ რაში ესა? სტუმარი ვარ ახლა ვითომ მე? აბა კარგი ხეგებობა. წამოვისადი. არა, არ მინდა სადილი. მე დავამთავრებ ამ ტიქს ბარეგამს გურა. მარტო ხარ? ინდე, საკითხზე მოგილაპარაკო. იმედი მაქვს სწორედ გამიგე. ის შენი სტუმარი. როდემდე აპირებს აქ დარჩენას? გონდოლანჩა ყოველდღე აპირებს სასვლას. მე გავშლი წყალს. მე? შენ?
რატო? იმიტომ რომ არ ვიცი აქედან საწევა. მაგრამ სადამდვილო გაგრძელდეს ასე. არც ეს ვიცი. თუ შენ ვერ გრძნობ, რომ ისი აქ ყოფნა რამდენადმე უხერხულია ჩვენი ოჯახისთვის. ჩვენ 5 წელი ერთად ვიყავით, სხვათა შორის უფრო უხერხულ მდგომარეობაში და იქ ის იყო ჩვენ მასპინძელი. თუ შენ გერიდება, შემიძლია მე დავრეკო და მოვაწყო რომელიმე სასტუმროში. თუ საჭიროა, ფულსაც მე მივცე. ის არ უნდა იკადრო. მე არ მსიამოვნებს მისი აქ ყოფნა და მე მგონია საკმარისია. სხვათა შორის მეც ბევრი რამ არ მსიამოვნებს. მაინც რა? აი თუნდაც იმ მერაბ დარიალოვის მეგობრობა ჩვენს ოჯახთან. მერაბ დარიალოვს ადრე ავიღოთ ქურდს და რეციდივი? შენის მაინც იცი რომ ბონდოლანჩევა ქურდია რეციდივისტი. იგი არც მალავს ამას და ყოველი დანაშაულის შემდეგ პატიოს ნათი ხდის საშელს. ბონდოლანჩევა ჩემთვის ბოლომდე გასაგებიდან ათელი პიროვნებაა, ხოლო ეს დარიალო ვინა? დებო, გურამ ნერა, მამა გამოდის დღეს ტელევიზორში, ხო? მერია მამა გამოდის ტელევიზორში, ნახე, პროგრამაშია 21 საათსა და 15 წუთზე ჩახსაშენის სათნის დირექტორის გომელაურის გამოსვლა. საჩი ხარ? რომ იცოდეთ რა ვიშოვე დღეს ბუკინისტებში. დედა რომ იცოდი ამ წიგნს რამდენი წელიწადია დავეძებ. ნახე. გურამ. რა გისახვა ეს? 70 მანეთი. ეს მის გურამ? ეს წიგნი უფრო მეტი ზღიზღებო. შენს მაგის შუის რა. სანამდე გაჩინო ჩემი პენსი. Ale, ვებ ხალხო სამს წაიდი ხალხი და 10 წელს უკვე დიდად განათლებული იქნებოდა. ახლა ეს 10 წელს ერთად ხუთი. რას იზამებო სამუშაო აქვს ასეთ. ენციკლოპედიის გამოცემა იონისადმე. ისარჯობიან ოჯახს მიხედე. დედა, გურამ. დედა ბიჭო ნაკოპილე ეს პარასკევა და ეხლავი ამოვწერმო. დედა. რა ხდება ეს? შენაგინ გარიგასე. რას კითხულობ? ისე იმას? დიახ, ბატონო რეალი, რომის ოკრუზას. Das რაღობილი ეს პარასკევა გაზრაღობია. იცით მე თქვენთან ერთი საქმე მაქვს. ბრძანეთ, ნებოდო. როგორც ირკვევა ეს სათქმელი, ისე მე უნდა გითხრა. იმედი მაქვს სწორედ გამიგო. ეცნებით, ბატონო ლევან. მე მესმის. ურამი დავალებულია თქვენგან. თქვენი იქაური მეგობრობაც პატივისცემის ღირსია თავისთავად, მაგრამ ერთი სიტყვით თქვენი ამდენ ხანს ამ ოჯახში ყოფნა გასაგები არის და მოგეხსენება ჩვენი ოჯახის მდგომარეობა. ხომ გითხარით რომ ყველაფერი გასაგები არის მე? იმედი მქონდა რომ სწორედ გამიგებდით. თქვენ თქვით ბები ამყავსო სოფელში. მე შემიძლია სხვა ბინაში გადასვლაშიც მოგეხმაროთ. არა, ნუ შეძუხდებით ლევან ბატონო, როგორ გიგადრება და აი ეს რა არის ეს ლევან ბატონო? ცოტაოდენი ფულია დაგჭირდებათ. კი, მაგრამ ფულის შოაზე ადვილი რა არის ამ ქვეყანაში? ხო. აღარ ერთი თხოვნა მექნება. მე მაქვს ერთი თხოვნა. რაც მე მითხარით, თუ შეგიძლიათ გურამის მიეტყვის. ჩემი საქმის მე ვიცი. მადლობელი ვარ.
გურამი. სად გაგიწევია ბოდო? ვიფიქრებ ეს გავიგეთ ჯვარ და რაც გასა. რა გიზდი ხამდება უკვე მოდი. მე რა მოხდა? სიგნალში გზას ვერ გავიგეთ თუ როგორ არის ისაკი. აგი მაშინ მეც ამოვალ. არა, არ გინდა გურამი. ცოტა დაგელოდე უშენოდ არ ვივახშე. კი ვარ. სადაა ბიჭი? მონდო. მე სახელად გასეძახია? ამურა. შენ გაქვს მოსახელი? არა. ბატო. მას დამსახურება უნდა მე. მოდი ვიდეო წელი ნარდი თამაში. იოახნე? ვახშენი არ მინდა. ერთ ჭიქალას დავლე. ნატოს ხეთ მომიზაროს. ერთ-ერთი რაც ის პრაგრად არის მომზადება. სანდო. მე რამდენი ხანია გამათელი არ მწერია ხელში. ყველაფერი განვითარდა ამ ქვეყნად გარდა ნარდის. ეს რაღაც კარგ ბუნებაზე ხომ. ო ძალიან. დიდი საქმე მოვიგეთ დღეს არბიტრაჟში. ერთი ეს მითხარი. შენ რატომ არ გიყვარს დარიალოვი, ა? რა, მეტყობა თუ? საკმაოდ. მე მეგონა ძალიან თავდაჭერილი ვიყავი მერაბ დარიელოვის მიმართ, შენ და ლევანის ხათი. იწყება. მალიკოჩკა. შენი გამოსვლით. არა, მაინც რატომ არ გიყვარს დარიალოვი, ა? სხვათაშორის ეს მე უნდა მეკითხა თქვენთვის. შენთვის და ლევანისათვის ოღონდ პირიქით. რატომ გიყვართ ეს დარიელოვი? თუ არ შეიძლება ვიმისო ცხოვრება. თუნდაც იმიტომ რომ დარიალოვი საჭირონი არიან. ეს საქმეც იმაშია რომ ყველაფერი იცის ყველა შესახებ, თქვენ კი არაფერი იცით მის შესახებ, არ შენ არც ლევანმა. მე იმდენი ვიცი მის შესახებ, რამდენიც საქმე მჭირდება, რომელიც მას ევალება. დარიალოვი. ზოგჯერ მგონია რომ ეს მისი ნამდვილი გვარიც არა. გამოგონილი. ვინიცობა საჭირო გახდეს ადვილად გამოიცვალოს ადგილსამყოფელი. საოცარია. ჩახსაშენ ქარხანაში ორი კაცი მუშაობთ ამ ოჯახიდან და არც ერთი არ უსმენთ რას ლაპარაკობს მისი დირექტორი ასე თავგამოდებით. შენის უნდა მოგესმინა რას ლაპარაკობენ ჩვენთან. სათქვენთან? სამყროში. რაო, რას ლაპარაკობენ? ეხლა ისიც კი მგონია რომ ისინი სხედა ისმენენ შენს გამოსვლას და ირონიულად იღიმებიან. მე რატომ გონიას? თუნდაც იმიტომ რის გამოცხარა ასე ამ ბუნებას ახავს. მე რა ვინ გითხრა რომ მე კარგ ბუნებაზე ვარ? თვითონ არ თქვი დიდი საქმე მოვიგეთ არბიტრაჟში. მე ობლიგაციაში კი არ მომიგია ეს. მე ეს ქარხანას მოგებინე ეს საქმე. ამბობენ უკანონოდო. აი როცა ამისათვის პრემიას მიიღებენ, მაშინ მაგას აღარ იტყვიან. მასაც ამბობენ შუა აზიაში რომ გაიგზავნა ჩვენი ქართლიდან კონვეიერული ხაზი. მეტად საერთოდ გაკეთდა და სავსებით კანონიერად მოვიდა რეკლამაცია. და უკვირთ არა, როგორ მოახერხეთ ამ საქმის მოგება არბიტრაჟში? არა, აღარ უკვირთ, მერაბ დარიალოვს თურმე ადრეთ ჩაუწვი ასეთ საქმეები რატომ არბიტრაჟში. შენ საერთოდ იმ მერაბ დარიალოვს მოეშვი. ის შენ მითითებებს ასრულებს ყოველგვარი მიტინგების და ტვინის წყლეთის გარეშე. სხვათაშორის რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია იცოდა. შენ საერთოდ არ გეჩვენება რომ ამ ჩვენ ოჯახში ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გაისმის ასეთი სიტყვები სისხლის სამართლის დანაშაული, კოდექსი, მუხლი, სასჯელი. ნატო გადის შესუტაში. შეეხლა ალბათ ენა გეკავება და ძალიან გინდა თქვა, მე ყველაფერი სისხლის სამართლის კოდექსში სათანადო მუხლებით არის გათვალისწინებული და ისჯება თავისუფლების აღკვეთით აქედან აქამდე. არ დამხარდა თქვენი გამათია. შენ ცირა განსხვავება მუშასა და დირექტორს შორის. მუშა ამზადებს დეტალს და არხენად მიბრძანდება სახლში. ის არც მასალა ნედლეულზე ფიქრობთ, რომელიც დაგეგმილია და რატომღაც არ ვღებულობთ, არც იმაზე რომ გამოუძახებენ ზემდგომ ორგანოებში, კოლეგიაზე ან ბიუროზე და ტყავს გააძრობენ გეგმის შეუსრულებლობისათვის. ამაზე და სხვა 1000 სტრუიმანზე ფიქრობს დირექტორი, რისთვისაც 50 მანეთით მეც იღებს თავის მუშაზე. მე არა ვარ სახლში. არც მე. მე არავინ მიკითხავს, მაგრამ არც მე ვარ სახლში. ისმენ
ასე მითხრეს, თუ გიკითხეს, არა ვარ. მე ვინა ვარ? მე სოფი ლორენი ვარ. გურამს გავმარჯოს. ლევან. მოხვედით? უღარ ვალოდირებთ მაჩაბლებს. კი, მაგრამ რა დრო ახლა? ნახევარი საათი დაგვიანებით ვისვლა, მე მგონი ნორმალურია. ასე ხმცარიელი? გაიგული გაგზავნილი. დაი გურა. არა მე ვერ წამო. კარგი, ახლა ეწყინებათ მაჩაბლებს. მე ვერ წამოვალ. რა საქმე გაგიჩნდა ასეთი, ადიქ ახლა ჩაიცი ჩა. ბონდოს დავპირდით აკელოდები მეთქე რა, დააგვიანდა ცოტა. ბონდო შეიძლება არ მოვიდეს, მიდი ჩაიცი ჩა. არ მოვიდეს? ხო. ადომ არ უნდა მოვიდეს. ან შენ საიდან იცი რომ არ უნდა მოვიდეს? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია მე. მოიცა? ის ნიჩელი წავდია. შენ მას რა ხარ? ხო, უთხარი, მაგრამ ამაზე მე წავედ. უცა! მაგებინი რა მოხდა ბუჩემო? კარგი, ახლა ნუ გავხდით ამ ამბავს სამიტინგოც. მე მინდა ვიცოდე რა უთხარი შენ მას? ის რაც უნდა მეთქვა. ყოველ შემთხვევაში იმან უკეთ გამიგო ვიდრე შენ. ლევან რა მოხდა? არაფერი არ მომხდარა, დედა. ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა იმ ჩვენი სტუმრისთვის, რომ მისი არ ყოფნა რამდენადმე უხერხული იყო, რახან გურამავე. მე ხომ გითხარი, ეს არ შეიძლება მეთქე. როდებდი უნდა გვეცხოვრა ერთად იმ ვიღაც. შენ იმაზე თუ იფიქრი, აქედან სად წავიდო და ბონდო ლანჩავა? ქვეყანა დიდია გურამ. იქნებ ეს ოჯახი იყო მისთვის მთელი ქვეყანა. ინიცის ხვალ კიდე ვინ მოგვაკითხავს იქიდან. თავშესაფრად ვერ გადავართ. იგი აქ თავის შესაფარებლად არ მოსულა და არც არაფერი უთხოვია ჩვენთვის. ეს მე გავიფიქრე, მე ჩემი გულობყრილობით იქნებ კიდევ შემოაბრუნო მეთქი ბონდო ლანჩავა ცხოვრებისაკენ. მინდოდა იფიქრა რომ ვიღაცას რულავს მასზე. ურა. იქნებ დაბრუნდეს. არა, ბებო, აღარ დაბრუნდი. არ დაბრუნდება და ნუ შევკვით ახლა ამაზე ტრაგედიას. ნატო, დადი შეზოგასი. ელა შენ დღეს კაცი გასცირე. ყველაფერს საზღვარი აქვს, იცოდე? გასცირე და შენ შესანიშნავად იცი. შენ ისიც კი იცი რომ აქედან წასული ბონდო ლანჩავა შეიძლება ისევით აღმოჩნდეს, საიდანაც მოვიდა. მე არ ვიცი ბონდო ლანჩავა სად წავა ან სად აღმოჩნდება, მაგრამ ასეთ რომ მოხდეს, ამით არაფერი დააყდება მის ბიოგრაფიას. 6 ჯერ იქნება ნასამართლები თუ 7 ჯერ. ბონდო ლანჩავას არაფერი დააყდება, ის ჩვენ დაგვაყდება, შენ, მე, ყოველ ჩვენგანს, თელს ოჯახს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ადამიანი გავაგდეთ ოჯახიდან. გავყიდეთ! ეს ალბათ ციხის კანონები. არა, ადამიანური კანონებით, რომელიც ალბათ არსად კოდექსში არ წერია. არც ეს დისერტაციაში, რომელსაც რა თქმა უნდა მერტკილაში წინვალე დაიცა. შენ გამოხვან ტრიბუნას და წარმოთქვამ ლამაზ სიტყვებს ჩვენი კანონების უმალურობაზე, კასტმოყარეობაზე, მორალურ კოდექსზე, კაპიტალიზმის მგლურ კანონებზე. შენი ოპონენტები ტაშს დაგიკრენ და შენ გახდები ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი თელს რესპუბლიკაში. ურა! ურა! ზედმეტი მომივიდა. ნანო. ყოველ შემთხვევაში ეს თქვენი თანდასწრებით არ უნდა მოხდარიყო. დიახ. არა, ბატონო, შეგეშალეთ. გურა, იცით რაღაც მინდოდა თქვენთვის მეკითხა. მოჯახში ამაზე ლაპარაკს ერიდებიან. მე მინდა ვიცოდე. აი მაშინ რა დააშვა? მე მას არ მოუყოლია თქვენთვის ეს ამბავი.
ერთხელ მითხრა რომ თქვენი გუდანაშაულოთ იყავთ. მე მივხვდი რომ ამაზე ძალიან უჭირდა ლაპარაკი და აღარაფერი აღარ მითხრა. თუ შეიძლება თქვენ მითხრა. ჩვენი სახლის პირდაპირ ენდელაძეები ცხოვრობენ. ვალიკო ენდელაძე არ გაგიგონია? არა. მოკლედ ბავშვობიდან მესმა და ვალიკო ენდელაძეზე ქვეყანა შეჭამავა. ჯერ მეკვირდა ქვეყანა თუ შეჭამა, ასე გამხდარი რატომ ავედი. შემდეგ უფრო ის მაოცებდა. მთელი ჩვენი უბანი რომ აგინებდა, ხუთი და თახსირია. ხოლო პირისპირ შეხვედრისას მოწიწებით ქურდს უხდიდნენ, ესალმებოდნენ და გზასაც უთმობდნენ. ჩემი ფანჯრიდან იმასაც ვხედავდი, ენდელაძეების ბინაში გამართულ წვეულებებზე ისინი რომ მოდიოდნენ, ვინც ბატონ ვალიკოს იმ თვითთანამდებობებზე ნიშნავდა და ისინიც ისაც მისი დაპატიმრება და დაჭერა ევალებოდათ. ვალიკო ენდელაძეს თურმე ძმაკაცებში თავიც კი მოქონდა. ისეთი უძველესი უნიკალური ხატი მაქვს, სოფლიოს ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებს. მოკლედ, ჩემს გაოცებას თანათან ბოღმას ვთვლიდა და გაჭირებულ კაცს რომ დავინახავდი ქუჩაში, ვალიკო ენდელაძის გაქორდილი მეკონა. ერთხელ სტიპენდია ავიღეთ, ბიჭებმა ცოტა დავლიეთ და სახლში რომ ბრუნდებოდით და ენდელაძეების რეზიდენციას მივუახლოვდით, ერთ მეგობარს ვუთხარი. აქ ერთი კარგი კაცი ცხოვრობს, ძალიან გაეხარდება ჩვენი ნახვა და მოდი რომ მოვინახულოთ. უდრო-დროს ჩვენი სტუმრობით გაუცებულ ბატონ ვალიკოს ზრდილობიანად მოვახსენე, სხვადასხვა ყველაფერი ის, რასაც ვფიქრობდი მის შესახებ და თან წინადადება მივეცი, თავისი ხელით ჩაებარებინა ის უძველეს უნიკალური ხატი. მაგრამ ვალიკო ენდელაძე კაი ჩიტი იყო. წინ დაგიყვავა, მოვეფერა. ჩემი მშობლებიც ახსენა და რომ აღარ მოვეშვით, მილიციას გამოუძახებოდ დაგვემუქრა და კანონზე და პატიოსნებაზე არ დაიწყო ყმედობა. ამაზობაში მისმა დეგენერატმა ვაჟმაც მოგვისწრო და ატყდა ჩხუბი. იქ როიალზე ერთი ძველებური სპილენძის შანდალი იყო, დავავლე იმას ხელი და ვალიკო ენდელაძეს თავში გლიჯე პირდაპირ. ჩემმა მეგობარმა კიდევ სკამი დაამსხვრია მის ვაჟიშვილს. მოკლედ, მილიციის მოსვლით დასრულდა ყველაფერი ეს. ჩვენ რა თქმა უნდა ყაჩაღების როლში აღმოჩნდით, ენდელაძეები კი დაზარალებული პატიოსანი ოჯახის როლში. დანარჩენი თქვენ იცით რემბო? ის თქვენი მეგობარი? ის არაფერ შუაში იყო, მიავაგულიანე და ის დამტრეული სხამი. მე ვიკისრე ჩემ თავს. გურამ, მითხარით, ლევანი ხომ გნახულობდათ იქ? რასაკვირველია. არა მე მესმის რომ თქვენ ცუდი შთაბეჭდილება შეგექმნათ ჩვენს ძმობაზე, მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩვენ მაშინ დიდი ხნით დავცილდით და ამის გამო ალბათ უფრო ხშირად აღარ გვესმის ერთმანეთის და მე მგონი ეს უფრო ჩემი ბრალია. არა. ნამდვილად ჩემი ბრალია. არა, იცით მე იმიტომ დავბრუნდი რომ მე თქვა დღეს თქვენ მართალი იყავით გორამ. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი და ლევანის საქმეა. შენ აქ ხარ? მეგონა სახში წახვიდოდი. მეც ესე მეგონა, მაგრამ ვერ წავედი. მაშინ მობრუნებული ყავ გაჩაბლეთ. თავიც ვერც ვერ მოbrunდი. რატო? იცი კიდე მქონდა იმედი რომ ის ლანჩავა დაბრუნდებოდა. არ გიახლა კიდე ეს ბონდო ლანჩავა. გურამა ვერცად ვერ მიაგდა. გადავყვეთ ახლა ამ ამბავს. ლევა, მე ძალიან მინდოდა რომ ბონდო ლანჩავა დაბრუნებულიყო. მე მესმის რომ გურამი ასე ააღელო ამ ამბავმა, მაგრამ შენი არაფერი არ მესმის. მითხარი, რატომ არ დარჩი მაჩაბლებთან? თამადა გამოდგა ძალზე ჭირვეული. არა. მაშინ შენ არ მყავდი იქ და იმიტომ. არც იმიტომ.
ხებ შენ მითხრა რატო? ლევან, მე ძალიან მინდა რომ შენი წამოსვლის მიზეზი სულ სხვა იყოს. მაინც რა? ის რომ ვერ მოისვენა. რაღაცამ შეგა. კარგი, ახლა არაფერს არ შეუწუხები ვარ. მე მინდა იგრძნო რომ დღეს სხვა თუ არაფერი სულად მოიქეცი. მოიცა, თქვენ დღეს პირი შეკარით სულ ყველამ თუ რა შეას? გურამი მართალი იყო. კარგი ახლა. შენ თქვენ კარგი ახლა, კარგი. შენ ეს გაიფიქრე. საკუთარ თავს გამოუტყდი, მე უსიტყვოდ გაგიგებს ყველაფერს. ლევან. ხო, კარგი. კარგი შენ ასე გჭირდება? ეს მე კი არა, შენ გჭირდება. მივალ ბატონო გურამთან და ბოდიშს მოვხდი. ბოდიში თვითონ გურამმა მოიხადა. მასე დროს როცა ამ ხელა ამბავი გელის წინასე არ უნდა მოგწევდა თანაც ჩემი თანდასწრე. ამ ოჯახში ამაზე არავინ არ ფიქრობს. და ამის არის გადამაყოლონ ამ ვიღაც რეციდივის. შენ ვერაფერს ვერ მიხვდი. გამაგებინე ერთი რა მოხდა. გამაგებინე რა ხდება ხვალ თუ ზეგ მოსკოვში მივგზავნე. ლევან. მე ალბათ ვერ წამოვალ მოსკოვში. შენ ამას მეუბნები ახლა როცა ბილეთები ჯიბეში მიდევს? ნაბატია, მაგრამ ასე აჯობ. ვისთვის აჯობ? შენთვის. ჩემთვისაც. გამაგებინე რა მოხდა, რა დღე გათენდა ასეთი. არა იცი ეს დღეს არ მომხდარა. მე რაღაცის მეშინია, მაგრამ არ ვიცი რისი. ცოტა ხნით მაინც მარტო უნდა დავრჩიონ და გავერკვე ყველაფერში. მოიცა შენ ამას ყველაფერს სერიოზულად ამბობ? რა უთხრა ამ ხანაგებს მეგობრებს ნათესავებს? ლევან, ნაბატი. იმედია შენ ეს ხელს არ შეგიშლის. რა თქმა უნდა, მე ხომ გული არ ამაქვს. მე ყველაფერს ავიტან, მე ყველაფერს გავწევ. ლაბარა. ლაბარა. მე ისე მინდა აქედან წავიდე, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდეს. ეხლა მაინც. კარგად იბა. გიზმეთ? არა ბატონო, ლევანი არ გახლავთ სახლში. ბიჭი. რატო ხარ გურამი? კი. რამ შეხებს ძინავთ? ალბათ. შევიცოდი შენ შემოთ რომ არ დაიძინები. მოდი აბა ვივახშე. მოიცა გურამი. მე არ მცალი არ მაქვს მაგდენი დრო. რა მოხდა გონდა? ჩვენი სოფლელი კაცი შემხდა სადგურში. ბებია ყოფილა მძიმეავად. ახლა ასე ვერ წავიდოდი მე ხელსარიელი და კისერზე ვერ ჩამოვეკიდებოდი ავადმყოფ ბებიას. ერთი ორი კაპიკის შოვნა გადავწყვიტე. ერთი სიტყვით დავიწვი მე გურამი. მილიცია შეხვდები ბიჭო თურმე კაცურ კაცს. იციან სადაც ამოვედი შენი ოჯახის ხათრით მაჩუქეს 5 წუთი. რა უნდა გითხრა ხანაში? არა გურამი, არაფერი არ უნდა მითხრა. მე იმედო მიყვარხარ შენ ჭკუას რომ არ მასწავლე თორე მთელი ცხოვრება ბიჭო ჩამჩიჩინებენ, სულ წესრიგისაგან მომიწოდებენ და არ იკითხავი. ჩემზე ტაქსირები და უჩქუე. არ უნდა გამეშვი გარეთ გულტო არა ჩემბრანი. კაი გურამი. ერთი დღით ადრე, ერთი დღით გვიან რა მნიშვნელობა აქვს.
ის ერთხანს ყოფნა კი მინდოდა შენთან, მაგრამ უსიამოვნების გარდა რა მოგიტანე გურამი? შეიძლება მე ახლა არ მეთხოვა იმათვის აქამოსვლა, მაგრამ რაღაც მინდა გითხრა ისე ვერ წავალ აქედან. ო, ბოლო მითხარი. ეს მერაბი რომ არის, დარიალოვი, ლევანის მეგობარი. იცი შენ ვინ არის მაგი? რა? ჩვენთან რომ იჯდა იქ პროფესორი კაცი ბარბაკაძე თუ გახსოვს? არჩილ ბარბაკაძე. ბატონი არჩილი. ხო. მაგან გაყიდა ის. თუ მეგარის იჭო. კი გურამს ვენასვალე, მე კარგად ვიცი მაგ საქმე. შენი ძმა ლევანი მამა თქვენი ძალიან ენდობიან მაგას და შენ მაინც იცოდები ჯორა დამპალის არის მაგდარიალოვი. აი, ბონდონანჩავა, შენ არ მოვკვდი საწყალბებია შენ. აი ახლა გურამი, აი. თუ კარგი რა გაგემართა ბიჭო და საკარგავში ხომ არ მივდივარ შენ გაიგო. ვინაც მელოდება მე იქ საწოლით უფასოს მაჭამას და მეგობრებიც იცი შენ. დიბო. კი. ვინ მოვიდა? ბონდო მოვიდა მე. თუ შეიძლება არ უთხრა ვიცი ეწყინება. ბონდო მოვიდა. გამარჯობა. გამარჯობა ხალხო. შენ რაღაც უცხიხარ. დავიდე. მივაყო. არა, ბონდო მიდის ბერო. მიდის? სა? ბები აკოფირა მძიმეავად ხორგაში. მე ახლა უნდა დაგიდე. კი ახლა უნდა წავიდე ხალხო. უნდა ვიქცარ ბონდო. აგარ ძანდელად შემოვარდა. მოვარე ბებიას. ლაკია? ჩაკარებია. ახლა მოვარ პატრონო. აგარ ძანდებოდე. გულიმ წლება იმაზე გასა ის სიგნი რომ ვერ დავამთავრე ბოლომდე. ოიცე ბონდო. ამბიც მოვარეთ. ასეთები ცოდანი იბადებიან ქვეყანაზე. რამდენი ჩემისთანა მოიყვანა ჭკუაზე და იმედი დააბრუნა ამ ცხოვრებაში. მარტო მე ვერ მომიხერხა ვერაფერი. მოვარეთ ამბიც. ეს რობიზონ კრუზო? ეს კიდე გულიორის მოგზაურობა. არა, ვიღა. ლეგნარსავი. კარგად ძანდებოდე. კარგად ხარ. თუ შეიძლება რომ ბებია დაგიძახოთ. თუ შენ ასე გინდა? მაპატიეთ ბები. ადამიანებმა ერთმანეთს სიმართლე არ უნდა დავმალოთო. ამ გამართელით გეთამაშეთ მე მასი. სულ დუშაში ჯდებაზე. თქვენ რაში გამოგადგებათ, მაგრამ სახსოვრად გქონდეთ ხელისთანა ოხტრი კაცი. მადლობა ბონდო. კარგად დადებოდეთ ჩვენ ბატონო. მე ვიცი საწაიდა იბიჭი. არ გაუმხილე, ვიცოდი გული ეწყინებოდა. განარჩენი იცოდე ყველაფერი მართალი გითხრა. მაგას მართლა ყავს უსინათლოებია სოფელში. ახლა შენ მოგიხდება ვიდეოს ასვლა ხორგაში. კი ბები, კი. არავინ ახალცახში რომ გამოხედოთ ამ ბედებს. დიახ. გომელავრების ბინა. გაიოზი არ გახლავთ გინუცხარ. მე მისი მეუღლე ვარ. არ გჯერათ? მის ნამდვილ მეუღლეს იცნო? უკაცრავად თქვენ თვითონ იმწადებით. გასაგებია, სისულელია ეს ყველაფერი, გესმით, სისულელე. უკაცრავად, აი გაიოზიც მოვიდა და თვითონ მას უთხარით. გაიოზი. ვინ არის? ამბობს თქვენი ოჯახის მეგობარი და კეთილის მსურველი ვარ. ალო? ალო? ორნი დაგიდა. რა მინდაო?
მithmari ghalatobto. Სხვათთან ცხოვრობსო. სახელიც მითხრა აღარ მახსოვს. როგორ ითმენ თამას? მაგდა. სისულელია ყველაფერი. ეხლა უნდა სისულელია, ხომ გაიგონე მეც ასე. გურამს გავმარჯოს. სენებაზეო. რას თქვი? წეღარ მედაბერია თქვენზე და ბონდოლანჩავაზე ვსაუბრობ. ჩემზე და ბონდოლანჩავაზე? ეს ის ლანჩავა? ჩემი მეგობარის რეციდივისტი, რომელიც ახლა ისევ ზის. ასე სწრაფად? ისე სწრაფად რომ ვერ მოასწრო, თქვენთვის მოკითხვა გადმოეცა არჩილ ბარბაკაძისა. არჩილ ბარბაკაძე. რაღაც ნაცნობი გვარი დასახელი. ვარ შეგახსენე. თქვენი ცნობთ მას? ძალიან კარგად. ეს ის ბარბაკაძეა, თამის აღებაზე რომ დააბადდეს. დიახ. ეხლა აღარ მეგვირს რომ ბონდო ლანჩავა და თქვენც იცნობთ მას. მე ის მიგვირს რომ ატომზის მარტო არჩილ ბარბაკაძე ქრთამის აღებისთვის. ეს სასამართლოს უნდა გითხოს. მე თქვენ გეკითხე. მე? რატომ? ესეც შეგახსენოთ? საინტერესოა. ეს თქვენ ძალიან კარგად უნდა გახსოვთ. იმ წელიწადს არჩილ ბარბაკაძე მისაღებ გამოსტევში მონაწილეობდა. თქვენ ერთი აბიტურიენტის მშობლისაგან დიდძალი თანხა მიიღეთ და დაპირდით, რომ არჩილ ბარბაკაძესთან საქმე შეაწყობთ. ისარგებლეთ იმ შემთხვევით, რომ არჩილ ბარბაკაძეს იმ პერიოდში ბავშვი ყავდა, მძიმე ავადმყოფი უჭირდა და თქვენს მიერ მიღებული დიდძალი თანხიდან მცირე ნაწილი არჩილ ბარბაკაძეს მიუტანეთ სახლში. მაგრამ იმ თქვენ პროტეჟეს მაინც ვერაფერ მაუშველად ჩახლავდა მისაღებ გამოსტევზე. ფული უნდა დაგებრუნებინათ, მაგრამ ვერ გაიმეტეთ. არჩილ ბარბაკაძე ისე გაიმეტეთ, რომ თვალიც არ დაგიხამხამებიათ. მილიციას აცნობეთ არჩილ ბარბაკაძემ ხთამი აიღო. წინასწარ დანიშნული ფულის ნომრებიც აცნობეთ მილიციას ტელეფონით. ბარბაკაძე პატიმრობაში აიყვანეს თქვენ მშრალზე გამოდით და ფულით შეგრჩათ. ახლა რასაც მე თქვენ მიყვები იურისპრუდენციაში ვერსია ქვია თანაც ცდარი ვერსია იურისპრუდენციაში მე არ ვიცი რა ქვია მაგრამ ცხოვრებაში რომ თახზირობა ქვია ეს კი ვიცი ყველაფერი ეს თქვენ სასამართლო საქმეში ამოიგითხეთ სამწუხაროდ არა თქვენ დარწმუნებული ყავით იმაში რომ ბარბაკაძე ვერ დაგასახელებდა პროცესზე არა იმიტომ კი არა რომ დაგინდოთ უბრალოდ მას უნდა დაემტკიცებინა სასამართლოზე რომ მას ფული მიუგდეს. ეს ყველაფერი მან გითხრა. დიახ, მან. თქვენ რატომ ხართ დარწმუნებული რომ ბარბაკაძემ ყველაფერი სიმართლე გითხრათ? თქვენ კარგად იცნობთ მას? მე თქვენ გიცნობთ კარგად არიელ. მე მამა თქვენი და ლევანი უფრო კარგად ვიცნობს. შეიძლება, მაგრამ არ უყვარხართ, იქნებ ზულხად კიდეც. მაგრამ რადგანაც თქვენ მათ ჭირდებით, ცხოვრებას უადვილებთ. იძულებულნი არიან თვალდახუჭონ თქვენს მაქინაციებში. ქარხანაში და იმაზე თუ როგორ აწყობთ. ინსტიტუტში უვიცებს ლევანის გულუყვილო დახმარება. თქვენ გზნობთ, რომ ყველაფერი ამას ვიტან მხოლოდ იმის გულისთვის, რომ ეს ოჯახი ჩემთვის. ამ ოჯახში თქვენ მეც ფეხს აღარ დააბგავთ არიან. და ამისთვის თქვენი სურვილი იგმარებს? იგმარებს. ისე უმჯობესი იქნება თუ საერთოდ წახვალთ ამ ქალაქიდან. რომ ვერ შეკვირდებით რა გუნებაზე დავდგებით ჩვენი ხელმეორე ჩეხოდრისას. ერთი
ლევანს გადაეცა, ისი ციგნია. ეგონა არ მოესწრებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ მოესწრო. ეს კიდევ ქალბატონ მაგდას მიერთვით ენციკლოპედიის პირველი ტომი. სასიგნალო ეგზემპლარია. ჯერ მთავარი რედაქტორისთვისაც არ მივრთმევია. გარწმუნებული ვარ ძალიან გაეხარდება. მე წავა. მაგრამ გუმელაურები ისე მომწევს. დახომს. შვიდობით არიან. სახში არიან, მაგრამ მაინც რა სიჩუმე და სიცარიეა. მეგონა ჭერი ჩამოინგრევა. არაფერი არ მოხდა. რა უსაწყოთ უნდა რაღაც მოხდეს, რა დაინგრეს რომ თქვენ თავები გამოხდოთ და ერთმან შეხედრა მოგინდე. იქნებ ისიც მაგრამ რომ ეხლა ლაფშტობის დრო. მართალი ბრძანდებით ქალბატონო, პატი ახლა კარგია. ჩაი. რატომ ჩაი? ეს ხომ? დღეს რა არის? არაფერი. დაგისხებ ჩაი. მე მაგარი ჩაი დაგის. მე ძალიან თხელი. მე მურადებს. დედა, დაგისხა ჩაი. დამისხი, მაგრამ უშახო. დედა, რა დაგემართა დღეს არ ვიცი. დღეს ქალბატონი ფატის შესანიშნავ ბუნებაზე გვჭირდება. მე დღეს ფილოსოფიურ ბუნებაზე. ძალიან მინდოდა ამ საღამოს ყველას ერთად მოვეყარათ თავი ამ მაგიდასთან. და გვერდშელა ცხოვრების ავტომობილს. მე ცოდვილმა ვიფიქრეთ თანხმობა ჩამოვარგო თქვენ შორის, მაგრამ მე მივხვდი რომ ყველაფერი სისულელი. რატომ ქალბატონო პატი? ბატონო, ჩვენ ჭიქა ჩაისკი ყველა სხვადასხვანაირი გინდა და აბა ცხოვრებას ერთმანეთს. ელი კურსი გავიარე, ფილოსოფიის და ამდენი სიბუძე არ მომისმენია. ჯანცინი ხო? არა, მე დიდი გულისყურით გისმენთ ქალბატონო პატი. ლევანი სად არის? ჯერ არ მოსულა ყველანი მაინც ვერ შევიკრიბე. ლევანის მოსულამდე ლოტა ხომ არ გვეთანხმდა? მოგიტან. არა, მოიცა. ოღონდ მე ამოვიდა. ოღონდ არის თაღლით თორე თავს დაგაცხადე. კლავს შეკრებილა ოჯახური საბჭო. ლოტო, ნატო, პატი, კარტი. იპირი იდეალური ოჯახი. ჩემთვისაც ხომ არ მოიძებნება ადგილი ამ გრგვალ ისტორიულ მაგიდასთან, ლევა, შენ როგორი ჩაიდი? მე არ მინდა მეგო. შენ ნასხარხალი? რა გიკვირ? არა უკვე აღარ გიკვირს. არა გიკვირთ, იმიტომ რომ მე წესიერი კაცი ვარ, ასე ვთქვათ, სამაგალითო. მე კიციც ამიყავია. აი კუთხეში რომ სასაუზმეა. ლოცები რომ იყრია თავს შევედი, მოვითხოვე ჭიქარაკი და გადავხე. მე ვიღაცა დავპატიჟე. მე იმან დავპატიჟე, მე დავპატიჟე, მე იმან და რა არ ამგონია შენ გარბუნებაზე. მე კი ასე მგონია და საერთოდ თურმე როცა დალევ ყველაფერი იონად გეჩერე. აი ჩემ სიცოცხლეში ვერ წარმოვიდგინდი რომ დრალი მივიждდებოდი საჭეს, მაგრამ მივიჭერდი და რაფერი თელი ეს სიამონება დამიჯდა რაღაც ცუβარი რომელიც ინსპექტორს მივაშალე. რა სანახავი იქნებოდი ბახში? მე ადრე უკეთესი სანახავი ვიყავი, როცა ლამარას ხოვდი და ვემუდარებოდი არ მივეტოებინა. ლევა, შენ მართლა მწვანე. დიახ, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. გამოდი შენ თაში ამაზნერები. რატომ მე ახლა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ახლა მე ნასტომი ვარ და ეს დამეხმარება ყველაფერი გულახდილა და პირდაპირ მოგახსენოთ. არ გინდა, ლევან, არ გინდა.
რატომ ქალბატონო ხარ? ძალიან გინდა თამბოვანი მაგის გარშემო საუბარი. დიახ, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. და ეს თქვენთვის არ უნდა იყოს მოულოდნელი, განსაკუთრებით შენთვის. გურამი გაშუაშია. თქვენ ყველამ შესანიშნავად იცით, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მისი ჩამობრძანების შემდეგ. ეს მან დაარწმუნა ლამარა, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით ბედნიერები. ეს მისთვის არასოდეს არ მithქვა. შენ ამით ყოფილი ხარ. არა, პირიქით ძალიან წუხარ ლეო. შენი გებისიც გაწუხებს, რომ შენი ჩამოსვლის შემდეგ ყველამ აღიკვეთა ფეხი ჩვენი ოჯახიდან. ერთადერთი ბერამ დარიალოვია, რომელიც ჯერ კიდევ დარიალოვია, წეღარ დაადგავს ფეხს ამ ოჯახს. ამისათვის შენი სურვილი საყვარისია. ის საკუთარი სურვილით აღარ შემოადგენს ამ ოჯახს ფეხს. არა, გესმით თქვენ? სხვათა შორის დარიალოვი ჩემი თანამშრომელი და დიახ. ჩემსაც გეკითხათ რამე. აჰა, მერაბ დარიალოვი ხვალვე დაწერს განცხადებას და ითხოვს სამუშაო და განთავისუფლებას. არა, თქვენ თუ გესმით, ხალხო ამ ოჯახში ყველაფერი მისი ნებას სურვილით ხდება. ჩვენ ტერორიზებულები ვართ. ჩვენ კი ოჯახის უფროს იმაში პოულობ გამოსავალს, რომ რაც შეიძლება იშვიათად შემოხვიდეს სახლში. ლევა, რაიცი მაგის მიზეზი იქნებს სულ სხვა. რატო? გადის ეს ოთახში. იქნებ დაგვემთავრებინა ეს ფილოსოფიური ვახშამი, რომელიც ასეთ გულახდილობის ვითარებაში ჩატარდა. არა, მე ჯერ ყველაფერი არ მithქვა. იმაზე მეტი თქვი, ვიდრე საჭირო იყო. არა, მაგას ყველაფერი არ უთქვა და თქვათ! დიახ. ჩვენ სხვა დაგვერგია. როგორც ხედავ, ეს უებარი საშუალება ყოფილა პირდაპირობისათვის და გულახდილობისათვის. ჩვენ კი დღეს ყველა ძალიან გჭირდება პირდაპირობა, გულახდილობა და პატიოსნებაც. შენ ისე ლაპარაკო პატიოსნებაზე, გეგონება ის 5 წელიწადი ციხეში ჩვენ გავატარეთ. შენ კი ბამზე მუშაობდი კომკავშირული საგზური. ლევა, ხო, დედა. ალბათ ისე არ ვამბობ იმას, რაც უნდა მეთქვა, როგორც შევტანხმდით, რომ ვიტომ ის 5 წელი არ ყოფილა ამოვშალოთ მეხსიერებიდან. ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ვერც ერთი. არ მინდა გისმინოთ არც ერთს, არც მეორეს. რატომ ეს შეიძლება ძალიან საინტერესოც იყოს. კონფლიქტი ძმებს შორის, უფრო მეტიც. სოციალური კონფლიქტი ოჯახში, რომლის მყუდრო ცხოვრება არია უმცროსი ვაჟიშვილის უხირსმა საქციელმა და მისმა გამოჩენამ ამ იდეალურ ატმოსფეროში. შენ ჩამოხვედი დაბოხმილი სხვებთან ანგარიშის გასასწორებლად. არა, ლევან, მე ჩამოვედი გადაწყვეტილებით, მე ცხოვრა ისე როგორც ეკადრება ჩვენს ოჯახს, მის სახელსა და ღირსებას. ყველაფერს ამას მე ვაკეთებდი, მაგრამ ვერაფერი მოუხერხე ამ ყურებს და თვალებს. მაინც რა დაინახე ასეთი აქ? თქვენი გამუდმებული ზრუნვა როგორმე შეინარჩუნოთ ოჯახის სახელი, ღირსება. ეს სასაცილოა, რადგან თქვენ ეს ყველაფერი მიანდეთ მერაბ დარიალოს, მერაბ დარიალოს, რომელთა შედარებითაც ბონდოლანჩავა უცოდველი კრავია. ხანდახან ეჭვიც კი მეპარება. განსხვავდებით ჩვენ ამ ენდელაძეებისა და დარიალოებისაგან. აი ეს ციგნი მერაბ დარიალომა მოგართა, როგორც ხედავ, მოესწრო მისი გამოცემა. ეს ტომიც მან მოიტანა. სასიგნალო ეგზემპლარია სტამპის სუნი აზდის, რომელიც თავარ რედაქტორსაც არ მიუღია. ძალიან გაეხარდება ქალბატონ მაგდას. ასე ბრძანა. აი, ამაზეც კი ისრუნა მერაბ დარიალომა. არჩენ გაწყენდა ამაზე ზრუნვა. ასეთ დროს, როდესაც ლევანის დისერტაციის ერთ დისერტაცია არ იქნება. ო, ესეც ახალი ამბავია. დიახ. ლევან გამაგებინა რა სამბო. შენ როცა დავკარგე ყველაფერი და რაც თავარია დავკარგე მსმენა, მე აღარა ვარ მეცნიერი. მოსკოვში გავაგზავნეთ ხოვნა, რომ გადადონ ჩემი დისერტაცია. ესეც ალბათ ჩემს დანაშაულობათა ბალანსზე ირიცხება რა. აქედან დასკვნა. არა, დასკვნას მე გავაკეთე. აბა, თუმცა ამას ყოველი თქვენთაგანი ფიქრობთ, მაგრამ ხმამაღლა არც ერთი არ ამბობთ. გურამი უნდა წავიდეს სახლიდან და რაც შეიძლება მალე ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია. ლევან გოსმოდი. სწორედ ეს არის ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება, დედა. სად წავიდეს უნდა გურა? არ ვიცი, ბებო. ქარხანა მისცემს ბინას. აუშენებ კოოპერაციულ სახლს. ამ ყველაზე უკეთესი იქნება, თუ არ დავბრუნდები იქ, საიდანაც მოვედი და სიაგაფორი აქეთ არა? სხვათა შორის ეს იდეა. მით უმეტეს რომ ის შენი უცოდველი კრავი, უგარკვეულესი პიროვნება და უწესიერესი რეციდივისტი ბონდოლანჩა იგელოდება. არა, ლევან. მე ძალიან არ მინდა იქ დაბრუნება და საერთოდ მე არც დაწავალ სახლიდან. იმიტომ რომ მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხარ. მე უთქვენოთ არ შემიძლია. მაგრამ გაიგეთ რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. აი ხედავთ ქალბატონო ფატი რა ხდება ამ რგვალი ისტორიული მაგიდის გარშემო. რგვალი მაგიდის გარშემო ერის ბედი წყდებოდა.
შემდეგ საუკუნე გავიდა, შეიცვალა ხალხის საზოგადოება. მოისპო ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია, ბატონო. ექსპლუატატორთა სახელით მინდა მოგახსენოთ, ბატონო. მაგ ერთად ისხდნენ სხვადასხვა კლასის, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ისინი კამათობდნენ, ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ ყოველ მათგანს უყვარდა თავის სამშობლო. ესე იგი თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ გვიყვართ ჩვენი სამშობლო. და ეს სიყვარული ოჯახიდან უნდა წამოვიდეს. და ოჯახის წევრები არა ვიღაცის ან რაღაცის, არამედ უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელი. ჩვენ უკვე იმდენი ვინმეს წინაშე ვართ პასუხისმგებელი, რომ უკვე აქ არის გამარჯვება. ოჯახი არის ფუძე სახელმწიფოს. და ეს მე არ მითქვავს. ეს თქვენმა მთავარმა კომუნისტმა თქვა, მარკს, ენგელსმა. ოდა ჩემი თუ არ გჯერა თუ მისი მაინც დაიჭირა. ასე ჩვენ დილამდე დავამთავრებთ ამ კაბინეტს. მაპატიე მე შენ საღამო დაგაწარგვინე. ეს ზედმეციც საიკითხა, მაგრამ არაფერია კიდე მოასწრე. ჩაიკეტე შენს ოთახში. მაგდა ხშირად ვეჭობ კიდეც რომ შენ ჩემი ქალიშვილი ხარ. წადი ყველანი. დილამდე ალბათ წენა გაგიგდით. საღამოს კი ისევ ჩაიკეტები თქვენ ოთახებში. ვერაბძარიალო ისევ მოგზარდება. სიძე ბატონი სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოჩნდება სახლში. ჩემი ქალიშვილი კი არა ვარ სახლში და საერთოდ ეს სახლი არ არის. ეს არ არის ოჯახი. ეს არის კედლებით გადატიხული ოთახები, სადაც ყოველი თქვენგანი ფიქრობს, რომ სახელმწიფო საქმეს აკეთებს. სინამდვილეში მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ და ვეღარ იტანთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ხელს უშლით ცხოვრებაში. თუ ეს ცხოვრებაა და არა თავის გატანა. და ეს მე ფიამ დავინახე. ამ ბიჭმა დამანახა. გურამ მოდი ჩემთან. მოიცნებ? იქნებ მაინც გვეცამა შენს ლოტო. უჩემოთი დაბა. ლაფეტიეს მადლობის მაგირო. ისაკის შევენარჩუნებინა ოჯახი. ობილიკო სიმშვიდე დახმობა. დღეღამეს მასწორე. ცდილო მარდაგინაყო რახდება ჩემს ირგვლივ. გულში ჩავიკრა თავმოყარება, სირცხვილი, ეჭვიანობა. მაგდა! რა მაგდა? რა მაგდა? ნატო, მე გითხარი გასულიყავი შენ ოთახში. არ გესმის? არ მესმის. რა პასუხი ეს? არ მესმის, რატო უნდა გავიდე ჩემს ოთახში? იმიტომ რომ შენ ჯერ პატარა ხარ და სულებით არ არის საჭირო რომ გესმოდეს ეს ყველაფერი. მე არა ვარ პატარა, არა! ყველაფერი მე
რას ხედავ აქ? ისეც. ყველა ვიცი რატომაც ეჩხუბებით გურას. რატომ წავიდა ლამარ? რატომ დადის სახში ასე იშვიათად მამა? რატომ მოდერი გადმიშდეთ სკოლაში? მე ისიც ვიცი, საწავიდა იმ ღამით გონდო ლანჩავა და რატომ ქვია მას ხამურა? თქვენ კი ვერაფერს ხედავთ და არაფერი იცით. თქვენ მარტო ის იცით, როგორც კი სიმართლის თმაზე მიგება საქმე, იმ წუთშივე ჩემს ოთახში გამისტუმრო. რაც ახლა გურამა გიქრათ, სიმართლეა. ხო, სიმართლეა. მე ზოგჯერ გონია და მეშინია, რომ ძველებურად აღარ მიყვარ. ზოგჯერ ძულ ხარ კიდეც. შენ ძულ ხარ, შენ. იმიტომ რომ რასაც შენს გარშემო ძულს ხედავ, ეს იმდენად კი არ გადავდეს. რამდენადაც გიხარია, რომ შენ მართალი ხარ. სხვა ყველა კი მტყუარი და დაფნაშავია. თქვენ კი მართლაც ვერაფერს ხედავთ და არაფერი იცით. თქვენ ისიც კი არ იცით, რომ დღეს ბებიას დაბადების დღეა. მას 80 წელი შეუსრულდა. რატო წადი ბებოს დაუძახე?